Smile, აქ რას აკეთებთ? ჩვენ თქვენ გელოდებით და რაიანს. რაიანს არ შეეხოთ. გოგოებო, არ გაბრასდეთ, თუ გინდათ ამათ მე მივხედო. აბა სადეთ? კარგი, დაწნარდით. მეზიზღება, ხო, მეც მეზიზღება. და სმაილი სადღაც დადის, იცი საერთოდ სადაა შენი ძმა. მაქვს, ნუ მიყვირი ხარ, უბრალოდ ჩაეძინა და მალე მოვა. ხო, მალე მოვა, ჩვენ აქ პრობლემა გვაქვს და მაგას ძინავს. გამარჯობა მეგობრებო, ვარჯიში უკვე დაიწყეთ. არა, არ დაგვიწყია, ამდენი ხანი შენ გელოდებოდით. ისედაც არ ვართ ხასიათზე და ასე იქცევი. კარგი, ხო, დავიწყოთ. მეგობრებო, რატო ყვირი ხართ? ან ხასიათზე რატომ არ ხართ? ისე ჩემი დიანა ხო არ გინახავთ, მე ვერსად ვერ დავინახე. სერიოზულად, დიანა არ გინახავს? მე ჩემი კნოპა არ მინახავს. და მე ერიც არსად არ ჩანს. გოგოები გაკვეთილსაც დენენ, სმაილ ძალიან ბევრი გამოტოვე. ისინი საშოპინგოდ არიან წასულები ახალდაქალთან. მერე რა საშოპინგოდ წავიდნენ, რა პრობლემა, ამას ხო ჩვენთვის აკეთებენ, რომ უფრო ლამაზები იყვნენ. მოიცა ახალდაქალთან ვინმე ახალი ყავს. ხო, საბოლოოდ მიხვდა. ახალი ბიჭი. რა, ახალი ბიჭი, სად არიან? ჯული, ჩემთვის რამის თქმა გინდოდა? პროვასტი, რისი თქმა მინდოდა? არაფერს არ ვიტყვი. ლეილა, ამას შეხედე. ჯანდაბა სკოლაში არიან, მაგრამ მაინც არ აწუხებთ ეს ფაქტი. ფოტო უნდა გადავიღოთ განა. ხო, მოდი. პროვასტი, მიყვარხარ. არტემა ამის შესახებ იცის? ჯერ არა. არ მესმის? ეს რა არის? ლეილა, ეს ის ბიჭია შენ რომ მოგწონს ბანი ჩირლდერთან ერთად შოპინგობს. ხედავ? პროვასტი, აბა ერთად ვიქნები? კარგი, არ ვიცი, უნდა ვიფიქრო. პროვასტი, უკვე გაკოცე. ხო, კი, ვაკოცეთ, მაგრამ ამის შესახებ უნდა ვიფიქრო. პროვასტი, რატომ ყოყმანობ? გოგოსავით ხარ, იცი? ბიჭები არ ყოყმანობენ, უბრალოდ ფიქრობენ და შეხედე, შეგვამჩნიეს უკვე. თქვენი დრო არ გვაქვს. ნეტო ბანის ჩირლდერებმა თუ იციან, რომ სკოლის გაცდენა არ შეუძლიათ. ხო, და ახალ ბიჭს ცუდი რაღაცები არ უნდა ასწავლონ. და ვირთხებო, თქვენ როდიდან გადარდებთ ჩვენი ეს შოპინგი, ძალიან მაინტერესებს. ისეთი მაგარი რაღაცები ვიყიდეთ. ხო, რაიანმა ბევრი რაღაც იცის შოპინგზე. მაგრამ ესა ამათ არ უნდა ვუთხრათ. აბა, სადა? აი აქ. ლეილა, მგონი დიანა შარშია. იმედი მაქვს რაიანს არ შეეხება, დიანას ბრალია. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა, სმელ, ნახე რაიანი გაიცანი, ძალიან მაგარია. გოგოებო, გინდათ ცხელი შოკოლადი დავიღოთ? კი! მეგობრებო, ეს ვინ არის? ეს ბაჭი ების ახალი დაქალია. ლეილა, დაწმარდი. სმელ, არ მესმის, კიდევ აქ რას აკეთებ? წადი და გაუმკლავდი ამ დიანას. რის უფლებას აძლევს საკუთარ თავს? მეგობრებო, არ მესმის, ესაა ახალი ბიჭი. ხო, და სადაა, ვერ შევამჩნიე. იმიტომ რომ მთლიანად ვარდისფერი აცვია. გასაგებია. ეს ისე მომწონს. და მე ეს ათვალეები მომწონს, შეხედეთ. ვაუ! რაიან, შენთან შოპინგი არის საუკეთესო, მართლა. ასეთი მოდური რაღაცები არასდროს მიყიდია. რაიან, გინდა ჩემთან ერთად ხვალ ისევ წახვიდე შოპინგზე? გოგოებო, ჩემი სათვალეები როგორ მოგწონს? ძალიან მაგარია რაიან. რაიან, საერთოდ მისმენ? გინდა ხვალ ერთად წავიდეთ შოპინგზე, თქო, კითხე. ნასტია, რაიანს რომ უნდოდეს წავიდოდა შენთან ერთად. გოგოებო, ნახეთ რა მაგარი ზედა ვიყიდე. მოგწონთ, რაიანმა მირჩია რომ მეყიდა. ვაუ, მეც მინდა. არა გოგოებო. დიმა, ამ ყველაფერს როგორ უნდა გავუძლო? წულფარ ვერ ხვდები საერთოდ მასში რა მოძონთ. ახალი დაქალი იპოვე, ის ხო ძალიან მოდურია. გოგოებო, იქ რა არის? სტელა, შეგამჩნევენ, გამოდი. რა არის ბაყაყებო? არაფერი. პატრიკ, გადავწყვიტე. ჯიჯი, არ მესმის, ახალ შეყვარებულს ეძებ? სულ ვარდისფერები უნდა გეცვას. ჯიჯი, არა. კი, პატრიკ, ნახე როგორ უხდება აი იმ ბიჭს, სულ ვარდისფერები. კარგი ჯიჯი, როგორც გინდა, ჩავიცვა ვარდისფერს. მოდური ბიჭის გარეშე სკოლა ბევრად უკეთესი იყო. კოსტია, შენ ვარდისფერი არ მოგწონს? არა, მოდური ბიჭები არ მომწონს. გოგოებო, ცხელი შოკოლადი გინდათ? კი! აი, ცხელი შოკოლადი ყველასთვის. კარგი, ახავე. სმაილ, რაიანს არ შეეხო, ისეთი ფაფუკი და ცოდოა. ლეილა, ეგ საიდან იცი? ხედავ უბრალოდ. შემეშვით, მე გავარკვევ. აბა მოდურო ბიჭო, ჩემთან მოდი.
მაგრამ უსთან ერთად. შეხო რაიან სმაილ. ვა, სკოლაში ქერა ბიჭია. რაიან, გაიცანი სმაილი, ჩემი შეყვარებული. სმაილ, იცი რამდენი რაღაც ვიყიდეთ, რაიანი დაგვეხმარა ყველაფერში. ესე იგი რაიან, შენ ხარ ჩემი შეყვარებულის ახალი და ქალი. სმაილ, თავი გავაკონტროლე, მე რაიანი მომწონს. სმაილ, დიანას დაელაპარაკე. კნოპა, მერი. აქეთ მოდით. ვა, აქ ჩხუბი იქნება. სმაილ, არ მესმის ასე უხეშად რატომ იქცევი? სხვათა შორის რაიანი ძალიან ინტელექტუალური ბიჭია, ძალიან ჭკვიანია. ხო, და ძალიან მაგარია. მისმინე დიანა, ხედავ რომ უკვე ეფლირტავები ამ ახალ ბიჭს, ინტელექტუალს. ხო, ყველას მობეზრდი უკვე. მოდურო ბიჭო, არ გინდა შენი მარაუდადო და ნამდვილი ბიჭებით ამელაპარაკო. დიანა, მგონი შენი შეყვარებული ხასიათზე არა. აუ, რაიან, ახლავე გავარკვო ყველაფერს, მოიცადე სმაილ, ვერაფერი გავიგე. რაღაც ეჭვიანო, რაიანი ხო მეგობარია უბრალოდ. ხო, მეგობარი და ქალი. რა გინდათ ჩვენგან? ნასია, ხელები მოაშორე, თორე მეც მომიწევს მასთან ლაპარაკი. მერი, მომისმინე, არ მომწონს ასეთი მეგობრობა. თქვენ ჩერლიდერები ხართ და ის ბიჭია. მე რა რომ ბიჭია, ძალიან კარგი ადამიანია. და საერთოდ არ მესმის, ვისაც გვინდა იმას ვემეგობრებით, რა პრობლემა გაქვს? თქვენი სხვა გიყვარდებათ. ხო, გეთანხმები, ერთად შოპინგი უკვე ზედმეტია. გეთანხმებით, სმაილ, დიანას დაელაპარაკე. სმაილ, წამოდი, უნდა ვისაუბროთ. გავალ და მერე მოგხედავ. რაიან, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად არის. არ მივცემ თუ გლებას ამეგა. დიანას შეყვარებულის არ მეშინია. გოგოებო, მოშორდით რაიანს, ჩვენი მეგობარია, თქვენი კი არა. ნასია, იქნებ შენი მეგობარია, მაგრამ შეიძლება ჩემი მომავალი შეყვარებული. რაიან, ხოლ რასაკეთებ, თავისუფალი ხარ? ეს დაინახეთ, ვერ გადაწყვეტეს ვისია რაიანი. არ მესმის ბანის მოსწონს? არა გოგოებო, უბრალოდ ემეგობრებიან, იმიტომ რომ მოდა მოსწონს და მაგარია. იცი რა სმაილ, იმედებს მიცრუება. არა დიანა, იმედები გამიცრუე, საერთოდ ვინაა ის? სმაილ, უბრალოდ ბიჭია, რომელსაც მოდა მოსწონს და ასევე ჩემი კლასელია. კარგი დიანა, თუ არ გინდა რომ მას ვეჩხუბო, მაშინ გირჩევ რომ მისგან თავშორს დაიჭირო. იცი რა სმაილ, თუ არ გინდა რომ მიგატოვო, მაშინ გირჩევ რომ არ ჩაერიო ჩემი და რაიანის მეგობრობაში. ახლა ამას იძახი ხო? დიანა, სანამ შენი შეყვარებული ვარ, შემიძლია შენ ცხოვრებაში ჩავერიო. ეგრე არა სმაილ, აი ამას გეტყვი, ეს არის ჩემი ცხოვრება და ჩემი წესები, არავის არ აქვს უფლება მითხრას ვის ვემეგობრო. ვეჩხუბებოდი, მაგრამ მგონი ძალით იყიდა ეს მარაო, იცის რომ ბუმბულზე ალერგია მაქვს და ვერ ვეჩხუბები. სმაილ, აღიარე, არაფრით არ ეჩხუბებოდი ახლა და სმაილ, შენ ხარ და იქნები ჩემი შეყვარებული, უბრალოდ მინდა რომ რაიანთან იმეგობრო, ჩემი მეგობარი შენი მეგობარია. არა დიანა, მადლობა, არ მჭირდება ასეთი მეგობრები. კარგი, იცი რა სმაილ, თუ ვერ მიიღებ ჩემს მეგობრს, მაშინ მე ურთიერთობაში პრობლემები გვექნება. დიანა, არ დაგვისრულებია, სად მიდი ხარ? დიანა, ყველაფერი კარგადაა? არა, გოგოებო, რაიან, წავიდეთ გაკვეთილზე. დიანა, შენი შეყვარებული ძალიან უხეშია. მეგობრებო, ეს უკვე ზედმეტია. ხო, სმაილ, ხო გეუბნებოდით. ხო, დღეს საშოპინგოდ წავიდნენ ერთად, გუშინ კაფეში ისხდნენ და იცინოდნენ. და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ეს მეგობრობა უნდა დასრულდეს, თორე მერე შეყვარებულები გახდებიან. არ მესმის ამ გოგოებს ასე ძალიან რატომ მოწონთ? ის ხომ ძალიან მოდურია. კარგი მეგობრებო, მითხარით სად არის მისი კარადა? სმაილ გასახდელში. წავიდეთ. მეგობრებო, აბა როგორ მოგწონთ ახალი ბიჭი? ძალიან მაგარია. მიხარია რომ მეგობრები გახდით. რაიან, ახალი სკოლა როგორ მოგწონს? დაფასთან გამოდი და გითხარი. მასწავლებელო მაიკ, ეს სკოლა ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ბაჭია ჩერლიდერები, მაგრამ დიანას შეყვარებული არ მომწონს. მოიცა, სმაილმა რამე გააკეთა? რაიან, მაგის თქმა საჭირო არ იყო. იცით რა მასწავლებელო მაიკ, სმაილი უბრალოდ სმაილმა იეჭვიანა. ხო, მასწავლებელო მაიკ, აი ისიც ეჭვიანობს, მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ ვართ, ხო? აი. ნასია, ჩვენი ურთიერთობა უკეთესი გახდება. ხო, რაიან, ბიჭები უხეშები არიან და სკოლა როგორ მოგწონს? მასწავლებელო მაიკ, ეს სკოლა ძალიან მომწონს, მასწავლებლები და გოგოებიც. რაიან, უბრალოდ უკეთ უნდა გამიცნო და მიხვდები, რომ ამათზე ბევრად უკეთესი ვარ. მარტო მე არ მინდა მისი ისტორიების მოსმენა. გეუბნები კოსტა, სკოლის მერე უნდა ვეშხუბოთ. არ გამოვა, ბაჭია ჩერლიდერები ყველგან დაყვებიან. მეგობრებო, ჩხუბი თუ გინდა თქვენთან ერთად ვარ. პატრიკ, დაგვემატები. ხო, იმიტომ რომ ჯიჯი ვარდისფერის ჩაცმას მაძალებს. ჟენია, მგონი ეს ბიჭი უნდა გამოვიტყუოთ ბანის ჩერლიდერებისგან, მაგრამ არ გვეხამება, ვარდისფერებიაცვია. მე რა, შევცვლით, ნახეთ, რა საყვარელია, შეხედე. ხო, კარგი, მართლა საყვარელია. კარგი, გავაკეთებ. კარგი რაიან, დაჭექი. ახლა გაკვეთილის თემას დავწერთ, ძალიან მნიშვნელოვან თემას. კარგი, მისი ტელეფონი უნდა ვნახოთ. ნახე, შეყვარებული თუ ყავს. რა არის მის ტელეფონში? შეყვარებული თუ ჩერლიდერებთან დადის, მაშინ შეყვარებული ვერ ეყოლება. სმაილ, აბა მესიჯებში შედი. აი რაღაც დიანა მიწერა. სმაილ, ეს შენი დიანაა. რა? რას წერს აბა?
ბავშვო, მოიცადე უკითხულობ, ესე იგი მიწერა, საღამო მშვიდობისა, დილა მშვიდობისა, დღეს სკოლაში იქნები, საშოპინგო წავიდეთ. კარგი, ანუ არაფერი საინტერესო და რაღაც გრობამაც მიწერა. რა? აბა ვნახოთ გრობამ რა მიწერა. რაიან, ძალიან მაგარი ხარ. ჩემმა ტიმურმა შენგან ბევრი უნდა ისწავლოს. რა, ხო კარგადაა. მერიმ რა მიწერა არ წაიკითხო. აი მერიც აქაა, რაღაც ფოტო ჩაუგდო. რა? აი მაქს ეს ფოტო გაუგზავნა. ეს უბრალოდ ფეხსაცმელებია. ვერაფერი ვერ ვიპოვეთ, რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ. მეგობრებო, ერთი იდეა მაქვს, შეგვიძლია რაიანს დავუმეგობრდეთ და მისგან გავიგოთ ჩვენ გოგოებთან როგორი ურთიერთობა აქვს. იმედია რომანტიკული არ აქვს და უბრალოდ მეგობრობენ. თავარია რომ ჩვენ გოგოებს არ მოეწონოთ. ხო, მაქს ეს მართლა პრობლემა იქნება. იცით რა გოგოებო, თქვენი ეს მეგობრობა რაღაც უცნაურად მეჩვენება. ასეთი მეგობარი ვერ იქნები ბიჭთან. რა ეგ სიმართლე არ არის. როგორ არა, ძალიან გავერთეთ შოპინგზე. და არც კი გვიგრძნია არაფერი. ისეთი კარგი რჩევები მოგცა. ხო, და დღეს სმაილი დაელაპარაკება დიანას, გაბრაზებულია. მისმენე ბლონდი ეს შენი საქმე არ არის, გესმის? პროვასტი, აბა მოიფიქრე? არა. რამდენი ხანი უნდა გელოდო? დღე, 2, 1 საათი? თვე. იცი რა, პროვასტი, ეგ ზედმეტია. ჯული, პროვასტისთან ვერ იქნები, ერთხელ ვეფლირტავე და ისეთი ნელია. რას ლაპარაკობ კარინა, მე ვიყავი ამ ბიჭთან და წარმოგიდგენია ეგ, ჯული გირჩევ რომ თავი შორს დაიჭირო. იცით რა გოგოებო, არ მჭირდება თქვენი რჩევა, პროვასტი, სკოლის მერე ველოდები პასუხს. და ჩემგან რა გინდა? ნელი, არ ვარ ნელი, უბრალოდ შენ არ მომწოხარ. პროვასტი, მაგრამ შენ ხარ ჩემი ტიპი. Smile, აქ რას აკეთებ? ჩვენთან გელოდებოდით და რაიანს. რაიანს არ შეეხოთ. გოგოებო, არ გაბრაზდეთ, თუ გინდათ ამათ მე მივხედავ. აბა სადეთ? დაწყარდით, უბრალოდ გვინდა რომ ერთმანეთი გავიცნოთ. მე სმაილი ვარ. Smile, სერიოზულად? ჩხუბი არ იქნება? ხო, სერიოზულად, მე სმაილი ვარ. რაიანი. აი, გაიცანით ერთმანეთს. და მე დიანას შეყვარებული ვარ. ამას მაინც გეუბნები. ხო, ეს უკვე გავიგე. ტიმური კნოპას შეყვარებული. ვაიმე, იმეგობრებენ, მაგარია. მაქსი მერი შეყვარებული და მას საერთოდ შოპინგზე აღარ წახვიდი. რა? რაიან არ მოусმინო? სასიამოვნო იყო თქვენი გაცრობა. მგონი აი სან შეხვედრა არ მუშველის არაფერს. რაიან, გამარჯობა. ყველგან გეძებდით. გინდა ჩვენთან ერთად წამოხვიდე? შეგვიძლია სახლში წაგიყვანოთ. რაიანი ჩვენთან ერთად მოდის. ჩვენმა პირადმა მძღოლმა მოგვაკითხა. თავისუფლები ხართ. რაიან, დაგირეკავ, შენი ნომერი უკვე მაქვს მასწავლებელი მაიკისგან. წავედით. ძალიან კარგი. რაიანი უკვე შეხვდა ჩვენს შეყვარებულებს. ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ძარს. კარგი, ახლა უნდა წავიდეთ. კარგად.